ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ხელოვნების სკოლა აფხაზეთი 1-ის 10 წლის იუბილის აღსანიშნავი კონცერტი გაიმართა. მოეწყო ხელოვნების სკოლის სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. 10 წლის იუბილეს სრულობს ბავშვებს, მათ მშობლებს, განსაკუთრებით ამ პედ კოლექტივს, რომლებიც ამხელა დიდ სამუშაოს ეწევათ. ბავშვები უნდა გაიზარდონ ხელოვნებით, ფოლკლორით, ცეკვა, სიმღერით და ასე მხეარულად უნდა იყოს და ყველაფერი აეწყობა. მთავარია ჩვენ გული არ გავიტეხოთ. ძალიან მიხარია საერთო კონცერტში მონაწილეობა მივიღე. კარგად მიმღერე, კარგი საღამო იყო. როცა სკოლას იუბილეს, კონცერტმა ჩაერა კარგად, იყო მუსიკალურობა და იყო ინტელექტი მუსიკაში. სკოლა უსურვებს წარმატებებს. კონცერტი მრავალფეროვანი და ემოციებით დატვირთული იყო. საღამო ძალიან სასიამოვნო იყო, როცა ვიმღერე ოსოლემია და ყურიუგ და ჩემ დეიდაშვილთან ერთად. ჩვენ ამ სკოლაში ვსწავლობ ძალიან კარგად, მოგწონს ეს სკოლა, მოგწონს მასწავლებლები. საღამო იყო ძალიან კარგი. ძალიან მესიამოვნა რომ ვიმღერე. ვილოცავ ჩემ სკოლას იუბილეს. დიდი მადლობა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, რომელმაც ძალიან გულთბილი მასპინძლობა გაგვიწია, დაგვითმა როგორც საგამოფენო ისე საკონცერტო სივრცე და მოგვცა საშუალება მოგვეხდინა ჩვენი დაგროვილი უნარ-ჩვევების პრეზენტაცია და საიუბილეო კონცერტის სიხარული გაგვეზიარებინა ფართო მსმენელისათვის. საღამომ ძალიან კარგად და შინაარსიანად ჩაიარა, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მიმართულებები, სკოლის წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობა მთლიანად აისახა. მე ვარ დღეს ბედნიერი, რომ აფხაზეთის ნომერ პირველი სახელოვნებო სკოლა საზოგადოების წინაშე წარსდგა ასე წარმატებულად. ეს არის დიდი მიღწევა. აი ესეთ გაუსაძლეს პირობებში იყვნენ ესენი, როდესაც მუშაობა დაიწყეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მრავალფეროვნება ამ სკოლის. აქ ყველა დარგი იყო წარმოდგენილი, რაც მართლა იშვიათობაა. და მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო პედაგოგების მაღალი პროფესიონალიზმი. სკოლა არის დაკომპლექტებული შესანიშნავი პედაგოგებით და მე მათ მინდა უსურვო წარმატება და მე მჯერა მათი წარმატების.